საერთაშორისო მარკეტინგი. მარკეტინგი ეს არის ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელიც პროდუქციის პოზიციონირებას გულისხმობს სხვადასხვა ბაზრებზე, სხვადასხვა ქმედებების საშუალებით და ეს არის პრაქტიკულად ბაზარზე პროდუქციის წარმოჩენის პოლიტიკა. საერთაშორისო მარკეტინგი მოიცავს გულისხმობს გარკვეულ ასპექტებს, რომელიც დაკავშირებულია საერთაშორისო ბაზრებზე მუშაობასთან და ჩვენ ძალიან ხშირად ვიმეორებთ და თითქმის ყველა საკითხში, როგორც მარკეტინგის, ასევე მენეჯმენტის თუ ნებისმიერი სხვა თემის საერთაშორისო გლობალური ბაზრების განხილვისას, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ ყველა იმ განსხვავებებს, რომელიც წარმოიშვება ქვეყნებს შორის და რომელიც გავლენას ახდენს ზოგადად გლობალური ბიზნეს სტრატეგიის დაგეგმაზე. რაც შეეხება თვითონ საერთაშორისო მარკეტინგს, ის ემყარება რამდენიმე მნიშვნელოვან რგოლს, ისე როგორც ზოგადად მარკეტინგი. პირველი ეს არის ოპერაციული მენეჯმენტი, საფინანსო მენეჯმენტი, ადამიანური რესურსების მართვის მენეჯმენტი და ასევე ის ბიზნეს სტრატეგია, რომელსაც კომპანია ახორციელებს. რაც შეეხება თვითონ ბიზნეს სტრატეგიას, ბიზნეს სტრატეგია გამომდინარეობს კომპანიის მიდგომიდან, თუ როგორ მუშაობს ამა თუ იმ ბაზარზე და შესაბამისად მარკეტინგიც უნდა იყოს ადეკვატური და შესაბამისობაში ბიზნეს სტრატეგიის. ბიზნეს სტრატეგია შეიძლება იყოს რამდენიმე მიმართულებით. პირველი შეიძლება იყოს დიფერენცირებული, ანუ განსხვავებული სხვადასხვა ქვეყნის ბაზრებზე და არსებობდეს გარკვეული ცალკეული მიდგომები თავისი სპეციფიკებით გათვალისწინებით. შეიძლება იყოს აგებული ლიდერობაზე, ანუ ეს გულისხმობს თვითონ ბრენდის და კომპანიის, როგორც ლიდერი კომპანიის ოპერირებას და ბუნებრივია მსოფლიოში ლიდერი კომპანია პრინციპში მოქმედებს ერთიანი სტრატეგიით და ერთიანი მიმართულებით და ანუ თვითონ ბრენდის ღირებულება განსაზღვრავს საკმაოდ ბევრ ამას მარკეტინგულ სტრატეგიაში. შეიძლება იყოს ხარჯებზე ორიენტირებული, ანუ უშუალოდ ბიზნესის ოპერირების ნაწილში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდეს ხარჯების შემცირება სხვადასხვა გზების თუ მეთოდების გამოყენებით და ასევე ფოკუსირება, მაგალითად არიან კომპანიები, რომლებიც რა თქმა უნდა გამოფენილნი არიან რამდენიმე ქვეყანაში, მაგრამ ძირითადად ფოკუსირებული არიან ერთ კონკრეტულ ბაზარზე და მთელი თავისი რესურსი ამ ერთი კონკრეტული ბაზარზე კონცენტრირებაზეა მოწყობილი. თვითონ მარკეტინგი ზოგადად swams რამდენიმე მნიშვნელოვან შეკითხვას, რომელზეც პასუხი საერთაშორისო მარკეტინგშიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. პირველი ეს არის როგორ შევქმნათ პროდუქტი და აქ ძირითადად იგულისხმება ის რესურსების საშუალებით წარმოების დონეზე პროდუქტის შექმნა. შემდეგ როგორ უნდა იყოს ფასი, საკმაოდ რთულია ზოგადად ფას წარმოქმნის მექანიზმი, ჩვენ ცოტა მოგვიანებით განვიხილავთ მას. ანუ რა პირობები მოქმედებს ფას წარმოქმნაზე, როგორია ხარჯების სტრუქტურა და როგორია მოთხოვნა კონკრეტულ პროდუქტზე, აქედან შეიძლება ამ კომბინაციით, ამ კომპონენტების ერთობლიობით შეიძლება ჩამოყალიბდეს ზოგადად ფასი. ასევე როგორ გავყიდოთ პროდუქტი, როგორი სტრატეგია უნდა იქნეს შერჩეული განსხვავებულ ბაზრებზე, განსხვავებული მიდგომებით და საბოლოოდ ჯამში და მეოთხე ეს არის როგორ გავაგებინოთ მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის შესახებ. აი ამ კითხვაზე აგებულია პრინციპში მარკეტინგული მიქსი, რომელიც რა თქმა უნდა საერთაშორისო მარკეტინგშიც იგივეა და ცნობილია ზოგადად 4P-ის პრინციპით, თუმცა ბოლო პერიოდში უნდა ითქვას, რომ ეს 4P გაზრდილია 5P-მდე და ჩვენ ამ 4P-ზე გავამახვილებთ ახლა ყურადღებას და მეხუთე თუ რა ტენდენციებს გულისხმობს. პირველი ეს არის რა თქმა უნდა პროდუქტი, რომელიც თვითონ რას წარმოადგენს პროდუქტი. შემდეგ ეს არის ფასი მოცემულ პროდუქტზე, გაყიდვა მესამე P და ასევე არის განაწილება არხებში და ასევე პრომოუშენი, მოკლედ რომ ვთქვათ, კონკრეტული პროდუქციის, ეს არის მეოთხე P და რაც შეეხება მეხუთეს, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია გაყიდვებში გაყიდვის შემდგომი მხარდაჭერა. ანუ კომპანიების მიზანი არ არის მხოლოდ მომხმარებელს მიყიდონ პროდუქტი, ამის შემდეგ იწყება უფრო საინტერესო პროცესი, რამდენად ლოიალური იქნება მომხმარებელი და რამდენად მუდმივი კლიენტი გახდება საერთაშორისო კომპანიის პროდუქციის, და სწორედ აი მეხუთე P ამის მხარდაჭერის პოლიტიკას გულისხმობს. მნიშვნელოვანია ზოგადად მარკეტინგული მიქსის შერჩევისას გადაწყვეტილების მიღების პროცესი, რომელიც ემყარება ორ ძირითად მიდგომას, ეს არის სტანდარტიზაცია თუ ადაპტაცია
რას გულისხმობს სტანდარტიზაცია და ადაპტაცია? პირველი ეს არის სტანდარტული პროცესების ერთობლიობა, რომელიც მიუხედავად ბაზრებს შორის განსხვავებულობისა ერთნაირია და არ იცვლება. აქ შეგვიძლია ვთქვათ მაგალითად კონკრეტული პროდუქციის სახელი, კონკრეტული პროდუქციის შეფუთვა, ფერი, კორპორატიული სტილი და ასე შემდეგ. მაგალითად აი Coca-Cola რო ავიღოთ, Coca-Cola-ს პროდუქტი, სლოგანები, სარეკლამო კამპანია, თვითონ ფერი და უამრავი სხვა შეფუთვის ფორმები თუ პროდუქტის სახე არის პრაქტიკულად ყველა ბაზარზე ერთი და იგივე და ეს ნიშნავს, რომ პროდუქტის ეს ნაწილები არის სტანდარტიზირებული და ნებისმიერ ბაზარზე შესვლისას ხდება მისი არ შეცვლა, მოკლედ რომ ვთქვათ. რაც შეეხება ადაპტაციას, ეს არის პროცესი, როდესაც განსხვავებულ ბაზრებზე ოპერირებისას საერთაშორისო კომპანიები ახდენენ პროდუქტის ადაპტირებას კონკრეტული ბაზრის მოთხოვნებთან და პროდუქტი გაინიცდის პროდუქტის სტანდარტული ფორმები განიცდის ერთგვარ ცვლილებას. მაგალითად, ავიღოთ აი Toyota-ს მაგალითი, აღმოსავლეთში საკმაოდ გავრცელებულია მარჯვენა საჭიანი ავტომობილები, რომლებიც პრაქტიკულად აზიური ბაზრებისთვის ხდება მათი წარმოება, მაგრამ ევროპული ბაზრებისთვის Toyota მოახდინა და იგივე ამერიკული ბაზრებისთვის ადაპტირება და ხდება მარცხენა საჭიანი ავტომობილების გამოშვება. მთლიანობაში ჩვენ რომ ნახოთ ეს ორი გადაწყვეტილების მიღების პროცესი და დავაკვირდეთ პრაქტიკას, ნახავთ რომ არის პრინციპში კომბინაციური სისტემა, ანუ ბევრი კომპანია, ძალიან გლობალური კომპანიები, საერთაშორისო კომპანიები მიმართავენ სტანდარტიზაციის და ადაპტაციის ერთობლიობას და არის რაღაც საკითხები, რომელიც პრაქტიკულად უცვლელია თვითონ პროდუქტის შიგნით ნებისმიერ ბაზარზე და არის რაღაც დეტალები, რომელიც შეიძლება იყოს ადაპტირებული. შეიძლება თვითონ აი ამ პროცესში გამოვხოთ რამდენიმე მიმართულება. პირველი ეს არის სამართლებრივი რეგულირება, ბუნებრივია არსებობს გარკვეული საკითხები, რომელიც სხვადასხვა ბაზრებზე სხვადასხვანაირად რეგულირდება სამართლებრივად. კერძოდ შეგვიძლია ავიღოთ ხარისხის სტანდარტები, ან შეფუთვის პირობები, ან დაუშვათ წარწერები კონკრეტულ პროდუქციაზე და ამ კომპანიებს უხდებათ ბუნებრივი ამ სამართლებრივი რეგულირების პრინციპების გათვალისწინება. მაგალითად, იგივე ევროკავშირის ბაზარზე შესვლისთვის, იგივე აზიურ კომპანიებს, ევროპულ კომპანიებს, უკაცრავად ამერიკულ კომპანიებს უხდებათ იმ სტანდარტების დაკმაყოფილება, რომელიც მოქმედებს ევროკავშირის ბაზარზე. დაწყებული პროდუქციის შეფუთვის ტიპებიდან მთელი საწარმოო ციკლის უზრუნველყოფით, რომელიც შეიძლება იქ იყოს განსაზღვრული საკანონმდებლო დონეზე და ასევე მრავალი სხვა, მაგალითად არის ქვეყნები, სადაც ოფიციალურად აკრძალულია სხვადასხვა პროდუქტების შეტანა ესეთი მასობრივი ფორმით და ასე შემდეგ. რაც შეეხება კულტურის გავლენას, აქაც ხდება, რა თქმა უნდა, ადაპტაციის პროცესი ყველაზე მეტად აი კულტურის გავლენაში გამოიყოფა. კულტურის განყოფილებაში იგრძნობა, რადგანაც იგივე მაგალითად ორი რამდენიმე იგივე აღმოსავლური კულტურა, დასავლური კულტურა მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისაგან და კომპანიები, როდესაც იწყებენ ოპერირებას ბაზარზე, მარკეტინგის თვალსაზრისით მათ უხდებათ საკმაოდ ბევრი ადაპტირებული ვერსიის განხორციელება, როგორც სლოგანებში, ასევე პროდუქციის შეფუთვაში, წარწერებში და ენობრივი ფაქტორის გათვალისწინებით და ასე შემდეგ. შემდეგ ეს არის ეკონომიკური ფაქტორები, რომლებიც ასევე გავლენას ახდენს საერთაშორისო მარკეტინგზე, ეგ დამოკიდებულია პირველ რიგში ქვეყნის მოსახლეობის შემოსავლიანობაზე, რამდენად მდიდარია ან ღარიბია მოცემული ქვეყნის მოსახლეობა, რამდენად ხელს უწყობს მას ცხოვრების პირობები იმისათვის, რომ კონკრეტულად რომელიმე კომპანიის პროდუქტზე გააჩნდეს მოთხოვნა, მაგალითად არის ევროპული ბაზარი, ამერიკული ბაზარი, რომელიც საკმაოდ გადახდისუნარიანია და შესაბამისად იქ აქცენტი შეიძლება გაკეთდეს მაგალითად მაღალ ხარისხზე, ან ძვირადღირებულ პროდუქტებზე, მაშინ როდესაც იგივე სამხრეთ აზიული ბაზრები და იგივე სხვა ტიპის ბაზრები, ან ქვეყნები, სადაც გადახდისუნარიანობა შედარებით ნაკლებია, აი იქ უკვე განსხვავებული სტრატეგია მოქმედებს. თუნდაც შეგვიძლია ავიღოთ იგივე ტრანსპორტების ბრენდები, რომელიც იგივე ევროპულ ბაზარზე აბსოლუტურად განსხვავებული მიდგომით მუშაობენ და აზიურ ბაზრებზე მუშაობენ განსხვავებული მიდგომით. შემდეგ ეს არის ბრენდები, ასევე განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორების ძალიან მნიშვნელოვანია კონკურენცია.
თვითონ იმ ბაზრებზე, სადაც ხდება კონკრეტული ოპერირება, რაც უფრო მძაფრია კონკურენცია, ბუნებრივია მარკეტინგის როლი და ზოგადად აი ეს ხარჯები ბევრად უფრო დიდია მარკეტინგის, ასევე სადაც შედარებით ნაკლებია კონკურენცია კომპანიებს თუ არა აქვთ რაიმე სამართლებრივი ბარიერები ან პოლიტიკური ბარიერები, ბუნებრივია უფრო განსხვავებული მიდგომით ხდება მისი დაგეგმა. და ბოლოს ეს არის ბრენდები, რომელიც ასევე საკმაოდ საინტერესოა მსოფლიოში. ბუნებრივია არსებობს საერთაშორისო კომპანიები, რომლებიც არიან უკვე ბრენდები, მათი ცნობადობა საკმაოდ მაღალია, თუნდაც ჩვენ ავიღოთ მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ბრენდები, როგორიც არის იგივე Coca-Cola, რომელიც დაახლოებით 70 მილიარდს აღწევს ბრენდის ღირებულება, ასევე Google, Apple, Samsung, Heineken თუ ესე შემდეგ, პრავლის ჩამოთვლა შეგვიძლია, რა თქმა უნდა, თვითონ მარკეტინგი აწყობილია სახელზე, რადგანაც პრაქტიკულად მისი ცნობადობა, მისი პოზიციონირება ბაზარზე უკვე პრაქტიკულად განსაზღვრავს პროდუქციის მთავარ ღირებულებებს. ამიტომ ბრენდები ბუნებრივია თავისებურად თვითონ ერგები, ანუ ამ ბრენდებს ერგებიან ის მარკეტინგული სქემები პრაქტიკულად, რომელიც მათ მიყვებათ განსხვავებულ ბაზრებზე და განსხვავებულ ქვეყნებში. შემდეგი საკითხი, ასევე რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის თვითონ მარკეტინგში გამოირჩევა რამდენიმე მიდგომა, ეს არის ეთნოცენტრული, გეოცენტრული და პოლიცენტრული მიდგომები. ეთნოცენტრული მიდგომა გულისხმობს ძალიან ვიწრო სეგმენტზე გათვლილ მარკეტინგს, როდესაც რამდენიმე ეთნიკურ ჯგუფზე, კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფზე ხდება, როგორც სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა. პოლიცენტრული მარკეტინგი გულისხმობს ერთობლივად მრავალფეროვანი მარკეტინგული ღონისძიებების დაგეგმას განსხვავებული ბაზრებისთვის. ეს ბევრად უფრო ხარჯიანი პროცესია, რა თქმა უნდა, ვიდრე ეთნოცენტრული მიდგომა, თუმცა ძალიან ბევრ შემთხვევაში ითხოვს ბაზარი მსგავსი ტიპის მარკეტინგული სქემების განხორციელებას და მესამე ეს არის გეოცენტრული ფაქტორი, რომელიც არის გლობალური მარკეტინგული სტრატეგია, რომელიც არ იცვლება არც ერთი ქვეყნის შემთხვევაში და არის ერთიანი მიდგომა მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში, სადაც კი ხდება კომპანიის ოპერირება. კიდე ერთხელ გავიმეორებ, ძირითადად ჩვენ თუ ვნახავთ ძირითად ბრენდებს, სტანდარტიზირებული გადაწყვეტილებები ძირითადად ეხება სავაჭრო მარკას, შეფუთვას, პროდუქტის პოზიციონირებას, რაც შეეხება ადაპტირების ნაწილს, ადაპტაციას, ეს არის გაყიდვის და დისტრიბუციის არხების შერჩევაში, ასევე გარკვეული სარეკლამო კამპანიების დაგეგმაში და მთლიანობაში ჩვენ თანამედროვე პირობებში ხვდებით ამ ორი გადაწყვეტილების ადაპტირებულ ვერსიას. რაც შეეხება პირველი პის ნაწილს, ეს არის საფასო პოლიტიკა და გადაწყვეტილებები. აქ ბუნებრივია საფასო პოლიტიკის დროს შეიძლება ფასწარმოქმედზე გავლენას ახდენს საკმაოდ ბევრი ფაქტორი, ჩვენ ვისაუბრეთ რამდენიმე მათგანზე, ეს არის ლოჯისტიკური ხაზები, ეს არის შიდა ბაზრის მოთხოვნილება, ბაზრის მოცულობა, ზოგადად გადახდისუნარიანობა ადგილობრივი მოსახლეობის, ადგილობრივი ქვეყნის პოლიტიკური სისტემები და ამ ყველაფრის გათვალისწინებით ხდება კომპანიის მიერ შერჩევა გარკვეული პოლიტიკის, არიან მაგალითად ბრენდები, გლობალური კომპანიები, რომლებიც მიუხედავად ყველანაირი განსხვავებისა, მათ შორის ეკონომიკური, სამართლებრივი, ტექნოლოგიური თუ კულტურული, ისინი ერთიანი საფასო პოლიტიკით მოქმედებენ ბაზარზე, მაგალითად, ავიღოთ რომელიმე ბრენდული ტანსაცმლის ბრენდი, რომელიც მაღაზიაში შეიძლება ფასი ლონდონში, ნიუ-იორკში, შანხაიში თუ დუბაიში იყოს აბსოლუტურად ერთი და იგივე და მას ჰქონდეს გლობალური საფასო პოლიტიკა. მეორე ნაწილი არის ეს არის საბაზრო პასწარმოქმნა, რომელიც დამოკიდებულია შიდა ბაზრის მოთხოვნილებებზე, ანუ როგორია ბაზრის შიგნით იმ კომპონენტების ერთობლიობა, რომელიც საბოლოო ჯამში მოქმედებს პროდუქციის ფასზე, სწორედ მათი გათვალისწინება ხდება და ქვეყნების მიხედვით კომპანიების მიერ წარმოებულ პროდუქციაზე ფასები შეიძლება იყოს განსხვავებული.